არ დააკავეს, მას ჩასაფრება მოუწყვეს და გაიტაცეს. ამას ეს ქვია შესაბამისად ჩასაფრება და გატაცება ადამიანის სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდება. ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამას, მათ შორის სახელმწიფო, ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც ისჯებიან და ისჯებიან აუცილებლად თან. რაც შეეხება ნიკას, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამისთვის არ არსებობდა. მიადგა მას ერთი პატრულის მანქანა, უпроსწორედ მის უკანმომავალ მანქანას, უთხრეს რომ შუშის დაბრუნვისთვის უნდა გაგაჯარიმოთ. მერე მივიდნენ, უბრალოდ დაინახეს რომ ნიკა მანქანაში იყო. რაც შეძახეს რომ ობიექტი ადგილზეა და უკვე მოვიდა 10 მანქანა საპატრულო, კი არა და კრიმინალური პოლიციის, ერთი სამარშრუტო ტაქსი და ფეხოსნები გამოვიდნენ აი იმ ტყიდან, სადაც ჯაუსაფრენ რეალურად. და ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის და როგორ ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჯერ დაждდებენ ადამიანებს, რომ მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ, ეს ერთი და მეორე ამდენი შავებში ჩაცმული ადამიანი დაკავებენ სიტყვიერი, ან რა იცოდნენ ეს. და რომ მთელი დღე უთვალთვალებდნენ ალბათ. ნუ თავისთავად ცხადია. ნიკა, მიზეზია ამ ყველაფრის რას უკავშირებს? შიში, რა თქმა უნდა, ჯერთი მელიასთან დაკავშირებით ეს რეჟიმი ბევრჯერ აცურდა და ეხლა კიდევ ერთხელ და სპეციფიური დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ეს ფაქტია. მართლა მწვერვალი დაიყოს, ყველა არაფერი არ არის ამათგან მოულოდნელი, მაგრამ ეხლა ახალი მწვერვალი აიღეს, წინს წრებად დააპატიმროს ადამიანი. შიში, ეს დიდი ხანი სისტემები, ესეთი რყევები და გატაცებები, დიდი ხანი სისტემები ვერ ინარჩუნებენ თავს. ნიკა მელიას ამ ფორმით და ამ მიზეზით დაპატიმრება, უბრალოდ გატაცება ნამდვილად იქნება მათთვის საზღაურის მომტანი ყველა შემთხვევაში.